დასავლეთმა შესანიშნავად შეისწავლა საქართველო, მისი მენტალობა, მან დაინახა, დარმიდე ხა დეტალებზე, დაინახა რომ ქართველებს ყავთ ყველაზე გამყიდველი ინტელექტუალური ელიტა. კი, ფულზე გაიყიდებიან ეს არის გამყიდველი, უპრინციპო, ოღონდ აცხოვრე, კარგად საქართველოს მოკყიდის, ყველა მოიწყედეთ ნახე qalbi მწერლები, qalbi პოეტები, qalbi ფილოსოფოსები, მსახიობებამდე მსახიობები. 5 ძალიან ცნობილი ინსტიტუტის სწავლობდა საქართველოს, მათ დეტალურად იციან ისტორიული ტრაექტორია საქართველოში, ყველა მოუწება ეს დიდი ხანია იციან, ძალიან მაგრად სხვათა შორის მათ ნახეს სუსტი ადგილები, მოუკიდეს ხელი განათლებას, იმიტომ რომ განათლების ფსევდოგანათლებით ჩანაცვლება არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომ ახალგაზრდები მოატყუო და ეს ყველაფერი გააკეთეს ქართველი გადაგვარებული ნაძირლების, ეგრეთ წოდებული ვითომ ორიენტაციის მქონე ინტელიგენციის, ინტელექტუალური ელიტის კომპრადორი იყო ქართული ელიტა ყოველთვის და ქართული ელიტა იყო დღესაც რჩება კომპრადორად, ანუ ვაჭრობს საკუთარი ქვეყნის ინტერესს.